როგორ მოხვდა და მოხვდა თუ არა საიდანმე ქართულ სამზარეულოში ხინკალი? ბობენ რომ ეს აღმოსავლეთიდან შემოსული რაღაცა მონღოლეთი და ასე შემდეგ ვითომ ყველა გულსართიანი იქაური არის, წყვილი არის. გულსართიანი ჩვენ მარტო ხაჭაპური გვაქვს, არ ვიცი, შეიძლება 40-ზე მეტი სახეობის. ჩვენ რომ ავიხედოთ აზიის კულტურაში მარცვლეული იგივე ბრინჯი, რომელიც მათი პირველი ინგრედიენტი არის, ხო, მათ კულტურის 300 წლის უკან შედის. და ჩემი სამშობლო, რომელსაც ქვია საქართველო, აქვს 8 ენდემური ხორბლეული ხორბლის ჯიში. ამიტომ ფქვილთან, ცომბთან და გულსართიანებთან მე ბევრი ვერ დამიდგება. მე როცა ცივილიზაცია და კულტურა მქონდა, ბევრმა ქვეყანას ამბანი და საუბრის მეთოდი არ ქონდა. ჩინკალი არის მთის კერძი. მთამდე ვერ მივიდოდა ვერც ერთი მონღოლი, ვერც ერთი შემოსეული თუ ჩრდილოეთიდან არ შემოვიდოდა. ენა დასკვნა რომ ხინკალი კი არის ქართული კერძი?